ღმერთს ვთხოვდი ერთ რამეს, რომ მომეცი იმდენი ნერვები და იმცეთი გამძლეობა, რომ შევძლო, რომ მე თვითონ არ დავწერო განცხადება და არ წავიდე. და ძალიან გამიხარდა, რომ ის მე თვითონ არ ვქე. დოი. აბა როგორ ახარ? მე ვარ დიდებულად. კაია. იცი რა? ძალიან უცნაური იყო მაგაზე ფიქრი, იცი რაზე, რომ შენთან ინტერვიუ მინდოდა ბევრჯერ. ინტერვიუ არა, უფრო საუბარი. და პრინციპში ახალ თეატრს მიყვებოდა ეს სურვილები და ინტერესებიც მათ შორის. და მე ბოლოს ფიქრობდი, რომ მეთქი სანამ გაუშვებენ მეთქი იქამდე და მე ფიქრობდი, რომ ხوارჯობია რომ გაუშვან ექსკლუზივი ჩემთან იყოს მეთქი და მოკლედ ესე გამოვიდა მეორე ვარიანტი. მაგრამ ჩემთვის იყო საინტერესო პროცესი ზოგადად ახალი თეატრი იყო ჩემთვის საინტერესო ბევრნაირად. და ამიტომ მინდა რომ თეატრით დავიწყოთ, იმიტომ რომ მგონია რომ დანარჩენი მეტნაკლებად გარკვეულია და იქამდეც მივალთ, მაგრამ ჩემი ინტერესი ჯამში ეგ იყო. პირველ რიგში აი ახალი თეატრის აღმავლობის ხანით დავიწყოთ რა, როცა შენ გადმოდიხარ აქეთ, არის პანდემია. ხო, როცა დავირქვით ახალი თეატრი. ხო, პანდემია, ბევრი რისკია, ალბათ შიშებიც არის, ხო, მათ შორის. ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან ესე სალაპარაკო თითქოს არ ძღირს ამაზე, მაგრამ თქვა როცა თეატრი იცვლის მისამართს, ამის ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, არა საქართველოში, არამედ საერთოდ მსოფლიოში, ძალიან ძნელია მაყურებლის იქით გადმოყვანა. ეს არის ურთულესი რამე. ან გადმოყვება მაყურებელი, ან არ გადმოყვება, ძალიან ბევრი შიშებია არსებობს. თან ჩვენ გავიხსენეთ სწორედ პანდემიის დროს და მაშინ იყო წესი, რომ სკამის გამოტოვებით უნდა ჯდარიყო პუბლიკა აუცილებლად პირბადეებით და ასე მთელი. და არც ვიცოდით რა საერთოდ შევძლებდით 400 კაციანი დარბაზის გავსებას, იმიტომ ჩვენ მაშინ ძალიან პატარა თეატრი ვიყავით, სადღაც 150 კაცზე იყო გათვლილი დარბაზი, სახელგანხელოდ აშენებული სცენა. ეხლა უკვე ამხელა სცენა, ამხელა პუბლიკა და მოკლედ გადმოვედით და სპეციალურად მაშინ ძალიან ბევრი ვიფიქრე, რომ რა უნდა დაგვერქვა თეატრისთვის, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკია თქვა მუსიკომედიაზე ან მუსიკისა და დრამის თეატრზე, ძალიან შეზღუდული ხარ ჟანრობრივად, იმიტომ რომ ანუ მუსიკალური სპექტაკლები უნდა აკეთო, ჯერ ისეთი თვითონ ჟანრმა მუსიკალურმა კომედიამ თავი ამოწურა ყველგან მსოფლიოში და თქვა მარტო მიუზიკლებს ვერ გააკეთებ, მარტო დრამა პერ მიუზიკს ვერ გააკეთებ, ამიტომ ფიქრობდით, რომ რაღაცა სახელი მოგვიფიქრებინა ისეთი, რომელიც თავის თავში გააერთიანებდა ბევრ ჟანრს, ანუ ჟანრობრივი შეზღუდვა არ ექნებოდა თეატრს, ერთი და მეორე თვითონ სახელი უნდა ყოფილიყო რაღაცის ჩემთვის სტიმულის მომცემი და მაშინ მოვიფიქრეთ ეს სახელი, რომელსაც დავარქვით ახალი. ახალი ძალიან დიდი ამბიციაა. გარკვეულწილად, იმიტომ რომ ახალი ხო არ არის მარტო ახალი შენობა ან ახალი რეპერტუარი რა, ახალი არის განაცხადი, რომ შენ აკეთებ რაღაცა ახალს და არ უბრუნდები ძველს და ემიჯნები რაღაც მხრივ ძველს. ეს ძალიან რთული იყო ამის შესრულება და ეს სახელი თან სუგეუბნება მაგას. აი ერთი წარმოვიდგინე, რომ ქვია ახალი თეატრი და ძველი თეატრია შიგნით, ძალიან ცუდი იქნებოდა რა. ამიტომაც დავირქვით ახალი და იგი ძალიან სიმპტომატურია რა, რომ არ გადაგვარქვა 6 წელი კულტურის სამინისტრომ და ეს არ არის ოფიციალური სახელი, ისე ვიყავთ მუსიკისა და დრამის თეატრი, უბრალოდ ყველა საქართველოში გვიცნობს როგორც ახალ თეატრს და ეგეც ძალიან მაგარია ჩემთვის. შენ როდის მიხვდი, რომ გამოდიოდა ის რაც ჩაიფიქრე? აი ის ახალი მართლა გახდა ახალი? ვერ მივხვდი, მაგრამ არიან. იცი რა არის, მაგას ჯერ ისეთი არ ვიცი გამოვიდა თუ არა, დავიწყოთ აქედან. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ სუფთა ბიზნესის თვალსაზრისით გამოვიდა და შედგა. მარკეტინგული თვალსაზრისით შედგა და დანარჩენი ვისურვებდი ალბათ რომ უფრო მეტი ექსპერიმენტისთვის მიმეცა გზა. ეს უფრო საინტერესო იქნებოდა დღესდღეობით, აი ამ გადასახედიდან როცა უყურებ,
ხვდები რომ ბევრად უფრო საინტერესო ეგ იქნებოდა რა. თუმცა ну დავით ნახოთ. ისეთ ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო ეგ ბიზნეს მოდელი და მე მაინტერესებდა შენთვის ყოველთვის მეკითხა ეგ რომ აი სად გადიოდა შენთვის ეგ ზღვარი რეალურად რეჟისორობას და აი ამას შორის გარკვეულწილად მეორე მხრივ ეს იყო თავისუფლება თუ იყო დაბრკოლებაც? იცი რა, დაბრკოლება არ არის, მაგრამ მე ვიცი როგორი რაღაცაა. ჩვენ უნდა შეგვექნა რაღაცა სივრცე, სადაც რამოდენიმე სპექტაკლით ფაქტიურად დავამტკიცებდით რეალურად იმას, რომ ეს თეატრი თავაზობს რაღაც საინტერესოს. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მაყურებელი უნდა უპირობოდ გენდობოდეს. ბილეთის ფასი იყო საკმაოდ მაღალი და აქედან გამომდინარე, იცი როგორი რაღაც უნდა იყოს, ანუ ჩვენ ვთქვათ, ერთი თვით ადრე ვიწყებდით PR-ს ახალი სპექტაკლის და მაყურებელი არიციან რა არის, არიციან რას ვდგავთ, არიციან ვინ თამაშობენ, ან ნაწილობრივ იციან ვინ თამაშობენ, მაგრამ მაინც თავდახუჭულმა უნდა იყიდოს ბილეთი. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ამ ნდობაზე უნდა იყოს აგებული ეს ყველაფერი და ამას რაღაც დონეზე მივახციეთ, რაც ყველაზე მთავარი იყო და ეგ იყო მნიშვნელოვანი რა ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ იყო ვთქვათ რაღაცეებიც, ვთქვათ ვიღაცა სხვა რამეს ელოდება, ვიღაცას ჩვენ ხო რაღაცა ერთი სახის და ერთ ჟანრში არ მუშაობდით. ერთი და მეორეც მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ვთქვათ ისეთი ახალგაზრდების შემომიყვანა და მომიყვანა, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ რაღაცეებს აკეთებენ და შეიძლება არც ეთანხმებოდა მის რაღაცა ხედვას, მაგრამ საინტერესო იყოს. ამიტომაც იყო ნებათა ღელვებიც და ბოლოს უკვე მივხვდით რომ მარტო როგორ გითხრა რა რაღაცნაირ მაინც ჩაკეტილ სივრცეში ტრიალებდით და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა და უფრო გაგვეხსნა კარები და გაგვეკეთებინა ინტერნაციონალური სეზონი. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დავიწყეთ და სამწუხაროდ რაც გაჩერდა და ვერ მოვასწარით და დავიწყეთ ძალიან საინტერესო რეჟისორებთან კოლაბორაცია და იმათ ჩამოყვანა და ძალიან გული მწყდება რომ თქვა დიმა კრიმოვი ვერ ჩამოვიდა, რომელსაც უნდა დაედგა, ძალიან გული მწყდება რომ ოსკარ სპორშუნოვასი ვერ ჩამოვიდა, რომელსაც ასევე შეთანხმებული ვიყავით და უკვე თებერვალში უნდა დაეწყო რეპეტიციები. კიდევ ძალიან ბევრთან მქონდა მოლაპარაკებები, ესენი ზუსტად ვიცოდით რომ უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ძალიან მიხალია იგივე ლეო მანძანიმ რომ ჩვენთან გააკეთა, არაფერს ვამბობ ანდრე ჟოლდაძე, რომელსაც რაღაცნაირად პირველად ავწიეთ ესეთი დიდი ნამუშევარი რა, სამართლიანი რაღაცა პიესა, ასე რომ აი ესეთი რაღაცეები იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მართლა ვამბობ იყო ის ნდობა, რომელიც დავიმსახურეთ მაყურებელში და ალბათ უფრო მნიშვნელოვანს ახლა რო ვფიქრობ, ვერაფერს ვერ გავაკეთებ, როცა გაჩერებულ თეატრზე, როცა სპექტაკლი არ თამაშდება, მაყურებელი მაინც მოდის და ტაჩს გიკრავს. ეგ ჩემთვის უკვე რაღაცა ძალიან ისეთი სურათია. ხო, ეგ პასუხია რეალურად ყველაფრის რა. და შედი. რაც თქვი, ჩემთვის ეგ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ რეალურად როგორ ვთქვა, ჩვენ ეგ მოდელიც არა გვაქვს ჯამში და ეგრეს არ უყურებთ თეატრს, ხო, გულწრფელები რო ვიყოთ. იმიტომ რომ მათ შორის მეც რომელიც რა ვიცი, ამდენი ხანია თეატრში დავდივარ და ცოტა შიგნით სხვა არ დავუყურებ, რაღაც თითქოს მოცემულობაა, რომლის გარშემოც ვტრიალებთ რა, თუნდაც დაფინანსება, თუნდაც ის, თუნდაც ეს. ახალმა თეატრმა რაღაც დიდი კარი გახსნა მაგამ ბავშვი, ჩემი აზრით, რომ თეატრი რაღაც სხვა იქცა, მათ შორის შიდა მოწყობის ამბავში წარმოც უხდები თუ არა რას გეუბნები, მაგრამ აი ის რომ თეატრი თან ბიზნესი იყო და თან შეეძლო თავისი თავი შეინახა და მე კიდე რაღაცეები ეკარნახა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, ახლა არ ვიცი, უბრალოდ მე ვიცი, რომ ძალიან მიზერული იყო ის დაფინანსება, რაც კულტურის სამინისტრო გაძლევდა, ხო? და მით უფრო გიწევდათ თქვენით რაღაცეები აგეწიათ და ეს ძალიან რთული იყო. იცი რა არის ეგ ზოგი ჭირი მარგებელი ეს პრინციპი მოხდა რა, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ პატარა სივრციდან როცა აღმოჩნდით ის სივრცეში, სწორედ მაშინ პანდემიის დროს გადმოვედით და მაშინ მოხდა სწორედ ცვლილება და მოვიდა თეატროლოგია.
და როდესაც შევხვდით პირველად თეატრულკენს მე მანამდე მას არ ვიცნობდი ანუ აუხსენით რომ ამ ბიუჯეტით რომელიც იქ ქონდა წარმოუდგენელი ამხელა თეატრის უბრალოდ გახსნა იმიტომ რომ ეგ ბიუჯეტი ალბათ მარტო გაზის და შუქის გადასახადს თუ დაფარავდა და ნუ შეიძლება რაღაცა ძალიან მცირე იმას და აუხსენით რომ ეს თითქმის წარმოუდგენელია და ნუ ამხელა თეატრს სხვა შენახვა უნდა, სხვა ის უნდა და მოვითხოვეთ რასაკვირველია თხოვეთ პირველ რიგში ბიუჯეტის გაზდა. მერე მოხდა ის რაც მოხდა რომ რაღაცნაირად ჩაიკეტა ეს ჩვენი კარი კულტურის სამინისტროსთან და უბრალოდ რეალურად აღმოჩნდით რეალურად აღმოჩნდით იმ საშიშროების წინაშე რომ ჩვენ ვერ გადავიხდით ამ ყველაფერს. და მაშინ ესე იყო რომ კვირაში 3 დღე თამაშობდნენ თეატრები ყველა მათ შორის ჩვენც. და მაშინ მივხვდი რომ ერთადერთი რაც გვიშველის არის ისევ ჩვენი შრომა და ისევ აი ამ მაყურებელი თუ შევძლებთ რომ მაყურებელი დავაინტერესებად მოვიდეს და მაყურებლის შემოსავალი ამ შემთხვევაში რომლითაც შეიძლება რომ ამას გავწვდეთ და მართლა დავიწყეთ რაღაცა 24 საათიანი შრომა გადავედით კვირაში 6 დღეზე თამაშზე ზოგჯერ 7 დღეზეც თუ ეს საჭირო იყო და ნელ-ნელა მივახციეთ იმას რომ ფაქტიურად გავაურმაგეთ ბიუჯეტი და სწორედ ეს გვაძლევდა უკვე რაღაცა იმ თავისუფლებას როცა აბსოლუტურად თავისუფალი ხარ და არ ხარ დამოკიდებული სახელმწიფოზე და თავისუფლად იწყებს სუნთქვას და უკვე იმის ლაპარაკს რაც არ მოგწონს რეალურად და რაღაცა კომპრომისებზე არ მიდიხარ. და ნელ-ნელა ეს, იმიტომ რომ მე ესეც ვთვლი, რომ თეატრი უნდა იყოს ეგ ადგილი, სადაც პოლიტიკოსებმა უნდა იარონ, იმიტომ რომ თუ ნორმალური თეატრია, გაიგონ პულსაცია სად არის და ხვალ რა პრობლემა შეიძლება გაუჩნდეთ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. რასაკვირველია, ხო ჩვენი პოლიტიკოსები არ დადიან თეატრში და ამიტომაც გვაქვს ის, რაც გვაქვს. თოი, შენ რითი ხსნი? ალბათ ხშირად გიფიქრია მაგაზე. რომ პრინციპში აი ეს დიდი ამოხეთქვა მოყვა მე გადმოვცურავ ზღვას, ხო მაინც მე როგორც ვახვევ ესეა. იმიტომ რომ ნუ პრინციპში იმიტომაც რომ უკვე პანდემიიდან გამოსულები ვიყავით და იქამდე იყო იდიპოსი და ჯერ რაღაცა მოსინჯოები იყო. მაგრამ აი რაღაცნაირი დიდი ბუმი მაგით დაიწყო რა, მე ესე მახსოვს. და აი შენ ალბათ გადაგიხვევია ხშირად და რას ფიქრობ, რა იყო მაყურებლისთვის მაინც ახალი თეატრი და ყველაზე მიმზიდველი იქ რა იყო? რა იყო ბევრი ახალგაზრდა, როცა თეატრი კარს უხსნის ახალგაზრდებს. ეგეც მოყვა სიმართლე რომ გითხრა პანდემიას, იმიტომ რომ პანდემიის დროს ყველაზე მეტად, ნუ აღმოჩნდით ჩაკეტილ სივრცეზე და რაღაცების ფიქრი დავიწყეთ, ხო? ყველაზე მეტად შემეშინდა იმის, რომ სტუდენტები, რომლებიც ამთავრებენ, შეიძლება საერთოდ ამ პროფესიაში არ დარჩნენ. იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესოა და მე სულ დავდიოდი მაგათ სპექტაკლებზე რომ ვინ მოდის, ვინ კარგია, ვინ ცუდია, ვინ მინდა რომ ამ თეატრში იყოს, ვინ მოდის ახალგაზრდა რეჟისორი რომელიც საინტერესოა. მივხვდი რომ შეიძლება მოხდეს ეგეთი რამე რომ აი გადაჯდნენ გლობოზე, რაღაცა გააკეთონ სხვა საქმე, ანუ სხვა პროფესიების ზეგნაც დაიწყეს. და შეიძლება ის იმ წამს არა, მაგრამ სადღაც 5 წელიწადში აღმოჩენილიყავით, რომ საერთოდ თაობა არ არსებობს რა. აი ამ იმაში და დიდი წყვეტა შეიძლება მომხდარი იყო იმისთვის, რომ ვერ გვენახა უბრალოდ არტისტი, ან კარგი არტისტი, მოდი ესე ვთქვი. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცნაირად აღმოგვეფხა. და მივხვდით, რომ ერთადერთი არის, რომ გაუხსნათ კარი ახალგაზრდებს. ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გავხსენით ეს კარი. რა შემოვიყვანეთ, ავაკეთეთ ძალიან დიდი კასტინგი, 10 დღიანი კასტინგი იყო, ისეთი ხდებოდა. მთელი დღეები ვარჩევდით და ნუ რაღაცა ჯგუფი შევარჩიეთ, ჩემთვის ძალიან საყვარელი ბავშვები, ძალიან მნიშვნელოვნები და მე მგონი ამანაც რაღაცა და ნუ თავისთავად ირაკლი ჩარკვიანმაც რა თავისი ქნა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმის დანახვა, რომ შენ კარი გახსენი ყველასთვის რა. არა, ყველასთვის არ გამიხსნია. ყველასთვის არ გაგიხსნია, მაგრამ ხო, რასაც გულისხმობ, არ ჩაგიკეტავს რა, მოკლედ და ამ თეატრში, თქვათ, შენი სპექტაკლების პარალელურად ადამიანს შეეძლო ინახა ისეთი რადიკალური რაღაცები, რაც ყოფილა რა, ან სრულიად განსხვავებული ფორმის თვალსაზრისით და ჩემი აზრით, ეგ იყო ზუსტად საინტერესო, ასე ვთქვათ, ეგ ეკლექტიკა, რაც ახალ თეატრს ჰქონდა, რომ შენ სპექტაკლზე მოსული მაყურებელი ინერციით შეიძლებოდა მისულიყო მე არ ვიცი, შეჩარკვიანი სპექტაკლზე ან თუნდაც
გრიგოლ ნოდიას. ნოდიას, კი ბატონო. და რაღაც ახალი ენახა იმისგან, თქვათ, რაც ნანახი ქონდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო. მაგრამ ასევე ჩემთვის ასე ვთქვათ, ეგ გარდატეხა ახალი თეატრის კიდე ერთი გარდატეხა ჩემთვის იყო მაშინ, როცა პირველად შემოვიდა რუსული კანონი. და თეატრი გახდა, ასე ვთქვათ, ეპიცენტრი და მოლოდინი იყო, რაღაცა სპოტლაითი იყო თქვენზე, რომ აი ხა ახალი თეატრი რას იზამს. და მე გადმოვცურა უძღვას იყო, როცა გივიკომ და მსახიობებმა გამოიტანეს ეს პლაკატი. მერე იყო ბუნკერი, რომ მიშას გამოიტანეს, რომ ბრძოლა ახლა იწყება. და რაღაცნაირად მე მგონია, რომ მაგ დროს უკვე შენც რაღაც ახალ ეტაპზე გადახვედი. ამ ცხოვრებაში, რა ვიცი, საერო ცხოვრება დავარქვათ, იმიტომ რომ რაღაც მაშინ არ ჩანდი, თუმცა ცხადი იყო, რომ ეს იყო თეატრის განაცხადი და მათ შორის შენი განაცხადიც. იცი რა, ჩემი განაცხადიც იყო თავისთავად, მაგრამ იცი რა, მე იმის გამო, რომ მაინც ხელმძღვანელი ვარ, ყოველთვის ვერიდები ხოლმე ესე რაღაცა საჯარო გამოსვლებს, განსაკუთრებით პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფას და ეს არ ნიშნავს, რომ პოზიცია არ მაქვს, მაგრამ თეატრშიც და საერთოდ არ მინდოდა, რომ გამიჯნულიყო რაღაცნაირად და თეატრი აღმოჩენილიყო მხარე. აი ეს ყველაზე მეტად არ მინდოდა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს არის საჯარო სივრცე, სადაც ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი უნდა მოვიდეს და სწორედ ყველაზე საინტერესო ეგ დიალოგია მაყურებელთან, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ემხრობა რაღაცას, ან საერთოდ არ მოწონს ეს, ან პირიქით დაარწმუნო რაღაცაში. ამიტომ მაქსიმალურად ამას მე სულ ვცდილობდი და მაგრამ მე უკვე მოხდა ის, რაც მოხდა, როცა შემოვიდნენ სახლში და დაიჭირეს ადამიანი, რომელიც ოჯახიდან რომ გაიყვანენ ვიღაცას, გინდა არ გინდა, თან უდანაშაულოს, გინდა არ გინდა, უკვე ხდები მხარი. შენთვის ამ პერიოდში განსაკუთრებით ამ დროს დაჭერის მერე ეგ პერსპექტივები როგორ შეიცვალა? ზოგადად თეატრზე, რეჟისურაზე და სათქმელზე. რაღაცებმა დაკარგა ძალა შენთვის. ჩემთვის დაკარგა ძალა, საერთოდ იცი რა, მე არ როგორ გითხრა რა, მაინც ვარდისფერი სათვალით უყურებდი ყველაფერს, იმიტომ რომ მართლა მჯეროდა, რომ რაღაც სახელმწიფოში ვცხოვრობ, სადაც ერთი კაცის აზრს თუ არ აქვს მნიშვნელობა, 2000 კაცის აზრს მგონია რომ აქვს მნიშვნელობა. რა ვიცი, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ იგივე ამ დროზე ვთქვათ, თითქმის ყველა ხელოვანის ხელმოწერა შეგვეგროვებინა და სახელმწიფო პირდაპირ მნიშვნელობით თავზე გადაგვახია. რამე კი არ ქნა. და თქვა, რომ ვაფშე არ აინტერესებთ არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი არგუმენტი არ აქვს, არანაირი მტკიცებულება არ აქვს და უცებ აღმოჩნდი, რომ ნელ-ნელა აღმოვაჩინე სად ვცხოვრობ. და მე უკვე მაგ პროცესში რო ხარ, როგორ აგიხსნა რა, ძალიან ძიმია იპოვო ლიტერატურული ტექსტი, რომელსაც ამოეფარები და კიდე რაღაცა შეფარვითი გზებით იწყებ რაღაცის ხადაგებას თუ მტკიცებას რა. ამიტომაც ჩემთვის ყველაზე არაკომფორტულ გარემოში აღმოჩნდი რა, რო არ დაგიმალო, აი მართლა მე არასდროს არ წარმომედგინა, რომ თქვა თეატრის სივრციდან გარეთ გამოვალ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თქვა ბევრი შემოთავაზებაც მქონია და თქვა რამოდენიმეჯერ ვცადეთ კიდეც, როგორც არა აქ თბილისში, არამედ საზღვარგარეთ, გაგვეკეთებინა სპექტაკლები არათეატრალურ სივრცეში. მაგრამ ჩემთვის ეს რაღაცა დისკომფორტია, გარკვეულწილად ის სივრცე უფრო მიზიდავს, მგონია რომ ის უფრო ჩემი ეძახა. მაგრამ მომიწია რომ გამოსულიყავი გარეთ და გამოსულიყავი ჩემი კომფორტის ზონიდანაც. და უკვე დამეწყო ძალიან ხმამაღლა იმაზე ლაპარაკი, რაც ხდება. სწორედ იმიტომ რომ ახალბედა ვარ ამაში, შეიძლება რაღაცები არასწორადაც გაკეთდა და რაღაცები არასწორადაც გავაკეთეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის მცდელობა რაც ჰქონდა ძალიან გულწრფელი იყო ეს ზუსტად. აი შენი შეგრძნებები როგორი იყო ამ ტურნეს განმავლობაში? შენ შეხვდი ადამიანებს, ხო და ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მაინც თქვათ, რომ საქართველოში თეატრი მაინც ელიტურია, ხო, მიუწვდომელი ადამიანებისთვის ასე თუ ისე. აი, არ არის მარტო თეატრზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი, იმიტომ რომ რეალური სურათი აბსოლუტურად სხვაა. და ძალიან გულდასაწყვეტი რო არ დაგიმალო, იმიტომ რომ მივხვდი, რომ საერთოდ არავის არ აქვს რეგიონებში ნამუშევარი. აი, ოდნავათაც კი
საერთოდ არ ჩასულან, არ აინტერესებს არის ხალხი როგორ ცხოვრობენ, რა პრობლემები აქვს, რა უჯდებათ თუნდაც ის, რომ გამოვიდნენ სახლიდან და მოვიდნენ და შენი რაღაცა სპექტაკლი ნახონ, იმიტომ რომ მე სულ ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომელსაც მართლა უზარმაზარი პოლიციის კორდორების ის გარღვევა უწევდათ და ყველას ფოტოს უღებდნენ და მართლა არ ვიცი მე რა ხდება. ამიტომაც იცი რა არის, როდესაც უცებ აღმოჩნდი რომ რაღაცნაირად და ამას ვგრძნობ, რომ ის რასაც აკეთებ, უცებ გადადის კიდე რაღაცა სხვა სივრცეში. და უკვე პასუხს გთხოვენ არა შემოქმედებაზე ეს ხალხი, არამედ იწყება რომ და ეხლა რა უნდა ვქნათ. ამაზე მე არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ არ ვიცი რა უნდა ვქნათ რეალურად. მგონია რომ ეს რაღაცა პოლიტიკოსებმა უნდა ჩავიდნენ და ელაპარაკონ და აუხსნან რა უნდა ქნან და რა არის აქედან გამოსავალი. მე მაინც მგონია რომ ჩვენ ხელოვანები ვრეფლექსირებთ იმაზე რაც ხდება და იმაზე ვყვებით და ვსვავთ კითხვებს და ვთქვათ აწარმოებთ შეიძლება დისკუსიასაც კი, მაგრამ და ვეძებთ პასუხებს, მაგრამ არ გვაქვს სწორი ზუსტი პასუხი. სწორედ ამაშია მე მგონი ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ხელოვნების. ჯამში ეგეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდში თეატრმა და ამ სფერომ ბევრი რამე შეითავსა, მათ შორის პროტესტშიც, ხო? იმიტომ რომ ფაქტი იყო, რომ ეს გამწევი ძალა იყო. მათ შორის სხვის ნაცვლად გამწევი ძალაც რა. ხო, ნუ აღმოჩნდა ეს ფაქტები, როგორც ესე ძალიან ძნელია და იგივე ვთქვათ, მეც და უკვე ვთქვათ, ჩემ არტისტებსაც რისი გადატანაც თან მithumetes არტისტისთვის ხდება, არტისტი უნდა იყოს, როგორ გითხრა, საყვარელი ადამიანი ხალხისთვის. რა ეს არის როგორ გითხრათ, რაღაც ფორმულა რა, რომლითაც არტისტი უნდა და უცებ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც აქტიური პოზიცია გაქვს, ამდენი ტროლბოტი, ამდენი ნეგატივი, ამდენი რაღაცა მიწისცხრა და ჩამარხვა და რაღაცა სულ თავის მართლების პოზიციაში ყოფნა, რომ ხალხო რასისულელია და ესე არ არის და ნუ რაღაცნაირად აი ამ მდგომარეობა ძალიან უჩვეულოა რა. ძალიან უჩვეულოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მგონია რომ ძალიან მაგარი რამე მოხდა რა, როცა აი სწორედ რაღაცა 1-3 თვის უკან აი გადატყდა, როცა თქვით რომ და იყოს. არა უშავს, მაინც უნდა ვაკეთოთ ის ისიც ბჯერა. და ეხლა აი ყველაფერი რომ უკვე უკანაა და რაღაცებზე უკვე გვეცინება და შეგვიძლია რომ თავისუფლად ისევ გავაგრძელოთ რაღაცებზე ლაპარაკი, ეს ამნიშნულოვანია. ახსოვს ბეშიტა ჩავწერე ამ მეორე რუსული კანონის მერე და ის მეუბნებოდა რომ არ ვიცი ბოლოს საერთოდ როდის გამოვჩდი სათმევ და მე ვთვლიდიო რომ საერთოდ ეს არ იყო ჩემი მოვალეობა, ახლა მაქსიმუმი ის იყო რომ რამე პროდუქცია თუ გქონდაო და გაბერეკლამებინაო, ეგ იყო ჩემი მაქსიმუმი და არც არისო ეს ჩემია და ნელ-ნელა ისინი რაღაცნაირად ჩამოყა ისწავლეს კამერასთან საუბარი, თავისი აზრის დაფიქსირება, იმიტომ რომ ეგ ძალიან საინტერესოა იმას როგორც იმას რომ მიყვერა თავიდან როგორ ლაპარაკობენ, როგორ უჭირთ კამერასთან ერთად, ბოლოსში ახლა არიან სადაც კიდე გააჩერენ. მე ბოლოს რომ ნახე ანკა კალატოზიშვილი პოლიციელებს რომ აი ესე პირდაპირ მიმართავს და იქვე აი ის კი არ არის რომ მომზადებული ხდება, აი რაღაცის რეაქციაა და ეს არის წარმოუდგენელი. აი პროსტა ვიჯექი და ვფიქრობდი რომ რა მაგარი გოგოა, რა ძალა აქვს. პროსტა რომ აი ესე შეუულია იდგეს და აი არ დაიღალოს და ნახევარი საათი ელაპარაკოს პოლიციელებს, რომლებიც გაყინული სახეებით უყურებენ, მაგრამ მაინც მგონია რომ რჩება აქედან რაღაცა მათთვისაც. შეიძლება მიფიქრია იმაზე, მაგალითად შენც იცი რომ რაღაცა ის დიდი გზა არის ამ ჩემი თეატრის გარშემო ტრიალის და მათ შორის ბევრი ეტაპი იყო. და ამ პროცესში რასაც მივხვდი იყო ის, რომ ჩვენ გარშემო იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება და იმდენად მნიშვნელოვან არ ვიცი, მოქმედებებს ვაკვირდებით, ან თუ გინდა პერფორმანსი დავარქვათ, თუ გინდა სპექტაკლი, არ ვიცი რაც გინდა, რომ რაღაც ამის სცენაზე გადმოტანა შეუძლებელია. აი რაღაცნაირად თითქოს დიდი ფორმაცია განიცადა ჩემში ამ ყველაფერმა, იქამდე რაც მიფიქრია, რაც ყოველდღიურობაში ხდება. თითქოს უკვე შეუძლებელი გახდა რაღაც ამის პროექცირება სხვაგან.
ხო, და რთულია და მეორეც როცა რაღაცის პროექცირება სხვაგან იწყებ, ყველაზე საშიშროება არის რომ არ გამოვიდეს ეს ცოტა პლაკატური. და არსებობს ესეთი ხელოვნება, სადაც პლაკატიც ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი უბრალოდ მე არ მიყვარს ეს არ ნიშნავს იმას რომ ცუდია პირიქით. და როდესაც უკვე იწყებ ამ ყველაფერში ჩაღრმავებას რა რაღაცა მაინც მარტოობასთან მიდიხარ. და ხო ძნელია ამის პროექცირება, თუმცა ამაზე რომ და ერთი თვე რომ გავჩერდით, მე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ძალიან ცოდოები არიან არტისტები რა, იმიტომ რომ მსახიობებმა მართლა თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც დადეს თამაში. თუ არის თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამე თამაში. სამწუხაროდ სახელმწიფოში ცხოვრობ, რომელსაც ეგ არის. მაგათ გონიათ რომ არტისტებს უხარიათ რომ არ თამაშობენ. ეს პირიქით არის, ყველაზე მნიშვნელოვანი რამე გაიმეტეს თავის. და იმისთვის რომ არის ფორმა არ დაეკარგათ და იმისთვის რომ რაღაცა ფორმაში მაინც ყოფილიყვნენ და იმისთვისაც რომ თეატრში რაღაცა პროცესი ყოფილიყო და თლად ესე არ გაჩერებულიყო, გასაგებია რომ პროტესტის ნიშნად არ თამაშობ და პროცესი ხო უნდა არსებობდეს თეატრში, ამის გამო გადავწყვიტეთ, შევიკრიბეთ და ვთქვით რომ რაღაცა სპექტაკლები უნდა დაუშვათ და დავიწყე ფიქრი იმაზე სწორედ რა უნდა გამიკეთებინა. რა ვთქვათ, ყველაზე კარგ ვარიანტში, იდეალურ ვარიანტში, რომ ეხლა კარი გაიღოს და ანდრო გამოუშვან, ჩვენ ხო უნდა დავბრუნდეთ სცენაზე და რაზე უნდა ველაპარაკო ამ მაყურებელს. და საიდან რა კუთხიდან უნდა ველაპარაკო. და მივხვდი, რომ ერთადერთი დღეს, როგორ აგიხსნა, ყველაზე სწორი ფორმა იქნებოდა, რომ მოქმედება გადამეტანა მომავალში. მეპოვა პიესა ან ტექსტი დაახლოებით ისეთი, რომელიც აჩვენებს მომავალს. რა დაემართება საქართველოს 40-50 წლის შემდეგ. და მოსულ მაყურებელს რო ქონოდა შეგრძნება იმის, რომ მან იმის გამო, რომ ამ ვანდალურ კანონებს თავი არის და როგორც ჩვენთან ზეამაღლობელის შეხედვაზე არ გამოვიდა, არ დაიცვა, რა შექმნა ამ კანონებმა და რანაირ საზოგადოებას მოუყარა თავი და რანაირ საზოგადოებად გადავიქცევით. აი სწორედ მომავლიდან რო ყოფილიყო პასუხი დღევანდელზე, რომ შენ ეს მოხდება აუცილებლად, იმიტომ რომ შენ დღეს არ დაიცავი ის რაც უნდა დაგეცე. და ავარჩიეთ სეილემის პროცესი. და უკვე თვითონ საინტერესო იყო არტურ მილერის ეგრე მომავალში გადატანა და ძალიან საინტერესო რეპეტიციები ჰქონდა და ეგეც ძალიან სამწუხაროა, რომ გავჩერდით, მაგრამ ნუ ოდესმე გავაკეთებთ. თოი თეატრი რა შეიძლება იყოს მომავალში ჩვენთვის და რა ვეღარ იქნება? არ ვიცი. არ ვიცი, იმიტომ რომ ტექნოლოგიების განვითარება თავარი არის, რომ აი თეატრი პასუხობდეს თავარ რამეს, რა იყოს აქ და ახლა. და ეს პულსაცია არ დაკარგოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს და შეძლოს რაღაცნაირად შეხება მაყურებელთან. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველაფერი არსებობს რა, არსებობს უკვე აი შენსა და მაყურებელს შორის რა ხდება რა ქიმია ხდება რა და რაზე ესაუბრები და რა არის ეს საუბარი რამდენად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ გარკვეულწილად მე მგონია, რომ თეატრი მომავალში იქნება თერაპია. შეიძლება ვწდები. კაი პასუხია. და ბოლოს მაინც დავბრუნდეთ ამ გათავისუფლების ამბავზე და როგორი იყო შენთვის? იცი რა, მე ამ პროცესში ფიქრობ, რომ ბევრი ფაზა გავიარეთ და გარკვეულწილად მაინც ყოველი ფაზის მერე ჩვენ ვერ ვაცნობიერებდით იმ სისასტიკეს, რაც შეიძლება იქით ამ მხრიდან წამოსულიყო. ამ შემთხვევაში შენ გათავისუფლებას არ ვლაპარაკობ, მაგრამ ზოგადად რა ეს იმ ყველაფერთან შეიძლება არაფერია, თუმცა რაღაცნაირად ჩვენ ყოველთვის მოდინი გვქონდა, რომ აი ეს აღარ იქნება, ამაზე ვარ ეს აღარ იქნება, ამაზე ეს აღარ იქნება და
ერთგვარად შეიძლება ეს გათავისუფლება ამასთან არაფერი არ არის, მაგრამ მაინც იმის მიუხედავად რომ ყველა სამის მოლოდინი მქონდა და ველოდით რომ კაი დღეს ხვალ ეს ვერ გაგრძელდება სულ იმ დღეს რომ მოვედი ახალ თეატრში მივხვდი რომ ეს ძალიან ძიმე იყო ჩემთვისაც. იცი არის ნელ-ნელა როცა აღმოვაჩინე რომ აი ეს პროცესი იყო თვითონ აღმოჩენის რთული სად ვცხოვრობ. რომ არ მეგონა რომ თქვა ესეა, მაგრამ ეგ ეტაპები პირველივე თვეს უკვე რაღაცნაირად ჩემში მივხვდი რომ всё აი აქ ვცხოვრობთ თუ რაღაცა აი მოლოდინილი რო გაქვს რომ აი 25 დეკემბერია და ალბათ გამოუშვებენ ამ ბავშვებს ადამიანები ხო არიან და გავიდა შობა და გავიდა ახალი წელი და გავიდა მეორე ახალი წელი და გავიდა მეორე შობა და მოვიდა მეორე გიორგობა და გავიდა მეორე გიორგობა აი ყველაფერი გავიდა უკვე ხვდები და მან უკვე ამომეწურა და ნუ მე უკვე რეალურად მიდიხარ იმ დრამატურგიით რომელიც აქ რეჟიმს. ამიტომ მე უკვე ყველაფერს ველოდებოდი რა აბსოლუტურად და კიდე უარესებს ველოდები ვიდრე ეხლა ხდება. იმიტომ რომ რეჟიმს სხვა გამოსავალი არა აქვს, უნდა დაიწყოს დაჭერა, ჩაგაჭიროს ბოლომდე სადამდეც გაატანინებს თავს. ამიტომ ნუ ეს სახადია და უნდა მოგვიწევს ამის გადახდა, მინდა ჩვენ თუ არ გვინდა. ხოლო რაც შეეხება ჩემ განთავისუფლებას, ამას უკვე ველოდი და ერთადერთი როგორ აგიხსნა რა ღმერთს ვთხოვდი ერთ რამეს, რომ მომეცი იმდენი ნერვები და იმცეთი გამძლეობა, რომ შევძლო, რომ მე თვითონ არ დავწერო განცხადება და არ წავიდე. და ძალიან გამიხარდა, რომ ის მე თვითონ არ ვქენი. და იმათ მაქნეს ასე, რომ რაღაც დონეზე მადლობელიც კი ვარ მათი. ზოგი ახალი თეატრი გაქრება? ახალი თეატრი გაქრება, ხო? ან რაღაცა მომავალში შეიძლება ახლიდან დაიბადოს, მაგრამ არა ჩემთან ერთად. სხვა ახალგაზრდებთან ერთად და ძალიან გამიხარდება და სიამოვნებით ვიცემ სახელს, რომ გაგრძელდეს სახელი. თუმცა ალბათ მაინც იმ სახელთან დაბრუნდება, რაც კულტურის სამინისტრომ დაკიდა და ახალი თეატრი შეიძლება მაინც ჩვენთან დარჩეს. ხო, ახალი თეატრი ჩვენია, ჩვენი ბრენდია, ამიტომაც ეხლა სულ ვფიქრობ, რომ მაგალითად ვინც მოვა იქ არ ვიცი, რაღაცა ხო მოვა ახალი თეატრის თქვათ Facebook გვერდი, რომელსაც რაღაცა უამრავი გამომწერი ყავს, ან ესე რანაირად უნდა გადავაკეთოთ თუ აი კარგი რა უნდა ხდეს. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ნუ მომავალში იქნება რაღაცა რა, ხვდები. მე არ მგონია რომ მე არ უყურებ ეგრე პესიმისტურად, ძალიან ოპტიმისტურად უყურებ ამ ყველაფერს რა, მართლა აი ძალიან ოპტიმისტურად უყურებ და უკვე უყურებ იმ პრიზმაში, რომ ნუ აი მილევად რეჟიმში ეს ყველაფერი გამძაფრდება, აუცილებლად გამძაფრდება, აუცილებლად დრამატულ ელფერს შეიძენს კიდევ უფრო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დასასრული. და ესეც გაივლის.